შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისდად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა ზურფასო მეგობრებო, დაგიბრუნდათ ლუკა და პავლიკა, სპორტის დეტექტივებით, მორიგი გამოშვება, გადაცემა, გამოძიება და საინტერესო მიგნებები, იმედია საინტერესო მიგნებები გვექნება ლუკა ამ გადაცემაშიც. წინა ბოლომდე არც ვიცით ჯერ როგორ დამთავრდა ყველაფერი. ჩემი ბილეთი რომ თქვა კარგი არ იყო, ეგ ვიცი. გამწვავდა მხოლოდ Flamengo Palmeiras's ბარათები, 6 ბარათს ქონდა იქ 1 და 75 და 6 წამოვიდა. დანარჩენი რა გითხრა, იქ არგენტინაში ლაპატურ დერბიში 2 ბარათი იყო, ისიც 92 წუთზე ამოვიდა, ერთად ეს ორი და რაიანად მოახერხეს ეგრეთ. რაღაც უცნაურობა იყო. ეგრეთ თამაში ხო უცნაურია. ნუ აღიარებ რომ წინა განაცემა თქვა, კარგი ჩემც არის. შეразღვეტყვი. მე, რა ვიცი, მე კარგად მივდივარ დღეს წერთ გადაცემას და დღეს იქნება ერთი შედეგი არ ვიცი. Feyenoordi გვინდა რომ გასრულდეს როტერდამთან გამარჯვებით და დანარჩენი ორი მშვენიერი პროგნოზი გამომივიდა. თან ისე კარგად რა აიაქსში იყო 7 ბარათი და იქ 2.5-ზე მეტი გოლი იყო და კარგი კოეფიციენტი ჰქონდა. Kaiserslautern Karlsruhes და დამთავრდა 2-3. შესაბამისად აი ჰოლანდიის, ნიდერლანდების ბარათები მართლა წინა გადაცემებში ვისაუბრეთ რომ გამოსაყენებელი ამბავი არის. კოეფიციენტები კარგია და ამ სეზონში კარგად მოდის. და ამ კვირას იქნება სუპერ მატჩი. საჯიზი ძალიან არ მომწონს, მაგრამ ახლა Feyenoordi PSV პირველი მეორე ადგილი და ვინ იცის საჩემპიონო შეხვედრაც. მოგეთ ამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ახლა უახლოეს. კი ბატონო, წინა გადაცემაში მე ვთქვი ლუკა რომ გადავთვლიდი ამ ჩვენი სპორტის დეტექტივების ისტორიაში რა შედეგი გვაქვს. ოღონდ წინას გამოვაკლებ მეათეს, იმიტომ რომ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა და შედეგების ანამეცოდინებოდა, მაგრამ დავთვალე და ეხლა მაგას ესე უწევ კი მიუმატებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. 9 გადაცემა გქონდა, წინა იყო მეათე და შენს გაინტერესებს ალბათ რა შედეგი გვაქვს ჯამში. ძალიან. სულ დაწერილი გვაქვს 26 პოზიცია იმ პირველ 9 გადაცემაში. იმ 26 პოზიციიდან, შენი 26 პოზიციიდან გამწვანდა 18, ანუ 18 გამოცნობილი და 8 აცილებული პოზიცია გაქვს. ჩემი 26-დან გამწვანდა 16, ანუ 16 გამოცნობილი და 10 გაფუჭებული. მჯობნი, ორით მჯობნი. შვენიერი. ჯამში კიდევ უფრო გაგასწარი. კი, ახლა უფრო გამასწარი. ანუ ჯამში 52 დაწერილი პოზიცია გამოგვივიდა და ამ 52-დან 34 გამწვანებული. ეს არის პროცენტულად რომ დავიანგარიშე 79% გავხსნა ეგეთი ციფრაში და 50-ზე ვით ყველაფერი კარგია. 79% მეათე გადაცემა რომ გამოვაკლოთ, პირველ 9 გადაცემაში გვაქვს გამოცნობილი 79% დაწერილი პოზიციები. მე მგონი ცუდი მაჩვენებელი არა. ეთესიც შეიძლება. აი ახლაც ხო ჯერ კიდევ ერთი პოზიცია არის დასაფიქსირებელი, უკვე 50% არის. შესაბამისად უკვე წაგებაში ფიზიკურად ვერ ვიქნებით. ბატონო, ესეთი მოცემა. ასე რომ ესე უნდა გავაგრძელოთ და მოდი იყოს მიზანი ჩვენი 70%-ს აუცდეთ და დავრჩეთ მაგ პროცენტზე. სიამოვნებით. 80-90% ამ საქმეში რავი წარუწოდა წარმოუდგენელი მგონია რომ სტაბილურად დაიჭირო, ყველაფერი უნდა გამოიცნო ხოლმე მაშინ. ის გასთვალისწინებელია რომ 1 და დამიჯერე აქ არ ვიჯდებოდი შენთან ერთად 90%-ს რომ 1 და 3 და 1 და 4-იან პოზიციებს არ ვწერთ ხოლმე, არც ბევრ თამაშს ვწერთ 3-3-ს, მაგრამ ნუ ერთ გადაცემაში 6 პოზიცია დაახლოებით რომ დავიანგარიშებ ხოლმე მე კოეფიციენტებს, შენი და ჩემი 3-3 ანუ ჯამში 6 თამაში, სადღაც 25-30 კოეფიციენტი საშუალოდ გამოდის ხოლმე და შვენიერი მიგრან ხო რა ვიცი. თან გავითვალისწინოთ კიდე ის ფაქტორიც რომ ჩვენ იდეაში ხო ვერ ვიყენებთ ჯერ
ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ლიგას ცოცხალს ვერ ვიყენებთ, რომელიც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, თავარი კოზირი. და პრინციპში ვეხებით ცოტა უცნაურ მატჩებსაც, ხო? ასეც არის ახლა ეს ტოპ თამაშებს არ მეორე მხრივ ეგეთი უცნაური თამაშები და მიგნებებიც რაღაც მხრივ საინტერესოა ჩემთვისაც, ჩემთვის. ხო და მოდი დავიწყებ უცნაურით. დაიწყე. ყაზახეთში უნდა წავიდე. მეც წავიდოდი სიამოვნებით. ეხლა ცოტა ცივა მართალია, მაგრამ ისე რა ჩვენაერი ამიდია. დღეს კაირად თამაში მიმყავდა და ჩვენაერი ამიდია. მაგარი თამაში იყო პაფოსთან. ხო, მოკლედ რა ხდება ყაზახეთის ჩემპიონატში? ბოლო ტურია, გიორგი. და ერთმანეთს ხვდებიან კაირატი და ასტანა. და კაირატი არის პირველ ადგილზე 58 ქულით და 56 ქულა აქვს ასტანას მეორე ადგილზე. ანუ საჩე ფინალია რა. კაირატს არათებს. კი, მინდა იქნება სადმე. კი, იქნება, მე უკვე მივაგებინე და თქვენც ახლა მიაგებინეთ. ხო, მოკლედ ფრეი აწყობს კაირატს ასტანას აუცილებლად გამარჯვება ჭირდება. შარშანაც იგივე სიტუაცია იყო, ეხლა ორი გუნდი არის და შარშან დახოცეს ერთმანეთი მაგ ფინალურ მატჩში. ასე რომ მგონია რომ აქაც დაახლოებით იგივე უნდა მოხდეს. და რა კოეფიციენტები საკმაოდ კარგი არის ბარათებზე, ასე რომ გამოიყენეთ, ისარგებლეთ, მოძებნეთ. როდისაა შაბათს? სამწუხაროდ მე აქ ვერ დავარეკლამებ და ვერ ვიტყვი იმ კანტორას, სადაც შეიძლება ამაზე ფსონის გაკეთება. ეს არის 26-ში, კი. ხო, ნუ ახლა ვინც მოთამაშეა მიაგნებს. კი ბატონო. თავარი აიღოს და. მოკლედ აი ესეთი არის გადამწყვეტი თამაში ყაზახეთის ჩემპიონობისთვის. თან ჩემპიონი პირდაპირ ლიგაზე გადის, უზარმაზარი თანხა პირდაპირ არ გადის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარტო პირველი ადგილი გადის. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული დაპირისპირება. კი ბატონო, მშვენიერი მეც მოვინიშნო მაგ თამაშს. რაც შეეხება ჩემ პირველ შეხვედრას, დღეს არ დავწერ ბარათებს, იმიტომ რომ ბოლო გადაცემები რაღაცა მწვანდება, მაგრამ რაღაც არ მწვანდება და ცოტა შეიძლება ისეთი ამბავია, რომ რაღაცა პერიოდი ბარათებს უნდა შევეშვა. და უფრო შედეგებზე გავაკეთებ აქცენტს. ერთ-ერთ წინა გადაცემაში მე ვისაუბრე, რომ შვედეთში არის ეგეთი გუნდი მიალბი, უკვე ბევრი ნახავდით, წაიკითხავდით. მე როცა ვთქვი არ მგონია რომ მაშინ ბევრს ქონოდა ეს ინფორმაცია. გახდა ეს მიალბი ჩემპიონი, აი ეს 1000 კაციანი სოფელი რო არის და მაგ სოფლის გუნდი რო ჩემპიონი გახდა. უცნაური ამბავია საკმაოდ. 3 დღის წინ გაიფორმოთ 2 დღის წინ ჩემპიონობა და მგონია რომ იმ სოფელში შვედეთში არ ვიცი ეს кейფის კულტურა რამდენად არის, როსვამენ ვიცი кейფით არ არის რამდენად кейფობენ, კარგად დალევდნენ. თელ სოფელთან ერთად ეს ფეხბურთელებს აღნიშნავდნენ. რავი, ჩემპიონები არიან, უკვე აღარაფერი არ ჭირდებათ. ასვამენგენი ელი, ხო? ხო, ლუდი კაილუდი. აღარაფერი არ უნდათ და არ მგონია რომ შემდეგ ტურში, როცა უკვე მოქმედი ჩემპიონები არიან, არაფერში ქულა აღარ ჭირდებათ ამათ. გამოვიდნენ და ამ ნაკეიფარზე მინა თუ არა გადაუვარონ ნორჩოპინგს, რომელიც ტრადიციული გუნდია შვედეთში და საკმაოდ უჭირს გასავლენ ზონასთან არის ეს ნორჩოპინგი ახლოს და კიდე თუ წააგო თამაშები შეიძლება გავარდეს კიდეც. ასე რომ ქულები ნორჩოპინგს ჭირდება. შესაბამისად უკვე ჩემპიონი მიალბი ფიქრობ რომ სახლში რო ჭირდებოდეს ალბათ მოუგებდა, მაგრამ იმდენად რამდენიც მოტივაცია აღარ აქვს. ძალიან ლოგიკური. პირიქით ძალიან მოტივირებულია, მგონია რომ ორიანს აქვს სადღაც 5 კოეფიციენტი, ვისაც გარისკვა გინდათ შეგიძლიათ ეგეც აიღოთ, მაგრამ ის რომ ნორჩოპინგი არ წააგებს ამ თამაშს, ძალიან რეალური მეჩვენება X2-ზე არის 1 და 8 კოეფიციენტი და პირველი ჩემი თამაში ეს იქნება დღეს. ხო, ისე იდეალურად აი ეგეთ თამაშები მიყვარს ეგრე როში ხოლმე, რომ ერთს ჭირდება, მეორე საერთოდ აღარაფრად შესაბამისად უნდა წამოკვიდეს. კარგი მიგნებაა ძალიან. კარგი, მე მაშინ წავალ MLS-ში იწყება პლეი-ოფი. უკვე და ავიღებ ინტერ მაიამისა და ნეშვილის შეხვედრას. მე ტრადიციულად ესე გავაკეთებ რა, ერთი ბარათები, ერთი მეტობა, ერთი მოგება. ინტერ მაიამი ნეშვილია, ბოლო ტურის შეხვედრაში შეხვდნენ ესენი ერთმანეთს, რამდენიმე დღის წინ. ესენ რომ დაგლიჯა ეგ თამაში. 5-2 მოუგო ინტერმა გასვლაზე. პლეი-ოფია გასაგებია, ინტერი ფავორიტია, გასაგებია რომ მეტობას არ აქვს კარგი კოეფიციენტი, მაგრამ 3.5-ზე მეტ გოლს აქვს ორამდე. სადღაც და ძალიან მჯერა რომ ეს პრელუდია იყო და აქ გაგრძელება იქნება იგივე. წარმოუდგენელია ისე ფეხბურთს თამაშობს ინტერი, რომ გოლებს იტანს და თან უშვებს, ის ნეშვილის კარგი გამტანია. შესაბამისად, ინტერ მაიამი ნეშვილი 3.5-ზე მეტი გოლი იქნება ჩემი მეორე მიქნება ამ უქმეებს. შვენიერი. პროცესი ესეთ შაბათს არის. კარგი, მოდი ხორვატიის ჩემპიონატს შევეხები ამ შემთხვევაში.
სპლიტის ჰაიდუკი როგორც გულშემატკივრებმა იცის რა გუნდია, ისტორიული, ტრადიციული და ზაგრების დინამოს მთავარი მეტოქე ისტორიულადაც და ამ სეზონში ეგრე იქნება. ერთნაირად მიდიან ჰაიდუკი და ზაგრების დინამო, ორივეს 22-22 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან. და მე ცოტა გამოკვირვა კოეფიციენტმა, რომელიც აქვს ჰაიდუკს მოგებაზე გორიცასთან. გორიცა რა გუნდია? ჩვეულებრივი არის ცხრილის ქვედა ნაწილში, გასავარ ზონასთან ახლოს. მაგრამ გავარნა იმუქრებაო ჯერ ვერ იტყვი, იმიტომ რომ მაინც შვედეთის ჩემპიონისგან განსხვავებით აქ ბევრია ჯერ დარჩენილი. და 1.75 აქვს ჰაიდუქს რომ ამ გორიცას მოუგებს და რაღაც არც მეუბნება რომ მოუგებს. რამეს ხوار თამაშობს კიდე? გულები ჭირდება. სპლი არა, პარასკევს დღეს არის ეს თამაში, ღამე მაყურებელი მოვასწრებს დაწერას რა თქმა უნდა, დიდი დრო იქნება გადაცემის დადებიდან გასული. ასე რომ მგონია რომ კი სტუმრად არის ჰაიდუკი, გორიცა სახში აგებს ყველაფერს, ისედაც ბოლო 3 თამაში აქვს წაგებული, ჰაიდუკზე ბევრად სუსტ გუნდებთან, ჰაიდუკი პირიქით კარგ ფორმაშია და ხორვატიის ჩემპიონატი ისეთია, ზაგრების დინამო ისეთი მეტოქეა ზოგადად ჰაიდუკისთვის, რომ აქ ესეთ თამაშებში ქულების დაკარგვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ჩემპიონობას დაკარგო და შანსი აღარ კონდეს, იმიტომ რომ ზაგრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. თანაც ზაგრების დინამოს უწევს მოუწია ევროპის ლიგაზე თამაში და ჩემპიონატში შეიძლება გაუჭირდეს ამის გამო, ასე რომ ჰაიდუკს შანსი აქვს, რომ თვითონ თუ მოიგებს, ერთპიროვნულად გალიდერდეს კიდეც თუ ზაგრები ქულებს დაკარგავს. შესაბამისად, გორიცა ჰაიდუკი ორიანი 1.75 საკმაოდ კარგი კოეფიციენტია ამისთვის. მომწონს ეგეც, მაგასაც სიამოვნებით გამოვიყენებდი. ფეინორდი PSV-ს როგორ არ შევეხო რა. შეხება რა უნდა ქნა. საჯი გითხარით არ მომწონს, მაგრამ აქაც მგონია ბევრი გოლი მგონია. საჯი ვიცი არის, მოიცადე გეტყვი ახლა რა. საჯი არის ლინდჰუტი. რატო არ მოგწონს ლინდჰუტი არ არის? იცი რა, მოდი რა, რადგან ახდებით რომ ტოპ მატჩებს არ ვეხებით, ეხლა ეს ტოპ მატჩია. მაგრამ აიც ფეინორდი PSV რა, პირველ-მეორე ადგილზე გუნდა. მგონია რომ ბევრი გოლი გავა და მგონია რომ ბევრი ბარათიც იქნება. აქ უნდა იყოს არ ვიცი რა კოეფიციენტს მისცემენ, მაგრამ 4.5-ზე მეც უნდა კონდეს კარგი კოეფიციენტი, 5 ბარათი პრინციპში ისეთი დაპირისპირება. მგონია რომ PSV მოუგებს. ისეთი მატჩი ჩაატარა ნაპოლისთან და გადაურბინდა. თან 2 დღით მეც ისვენებს, იმიტომ რომ ფეინორდი თქვით რომ ხუთშაბათს თამაშობს. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის და ხა ისეთი დაპირისპირება არის. ჩავწერო თუ არ ჩავწერო? ჩაწერე რა, რატო ორჭოფობ? არა, ორჭოფობ, იმიტომ რომ რადგან თანხდებით რომ ამ გრანდებზე ავწერთ, მაგიტომ თორე ისე საერთოდ არ ორჭოფობ. მაგრამ ჯერა რომ აქ ბარათი სხვა რამე მაშინ ეს უკვე ნათქვა მიგაგა და გაითვალისწინებს. ხო, გაითვალისწინებს. ისევ როგორც ენსხედეში ტვენტე შეხვდება აიაქსს, როდის გააგდებენ, მე დღეს ველოდებოდი უკვე რომ გააგდებული იქნებოდა ჯონი ჰეიტინგა აიაქსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. ყველაფერს წაგებაც არის და წაგებაც, ხო? ყველასთან დამარცხება, ხა ჩელსთან რო წაგებდა ვიცოდით, მაგრამ ჩემპიონატში ალკმართან უშანსოდ სახლში, ტვენტესთანაც ენსხედეში ძალიან უჭირს აიაქსს და შესაბამისად აქაც მგონია შეიძლება იყოს პრობლემები. კარგი, მაშინ ავიღებ და თუ ბარათებზე ვლაპარაკობთ, 2 თამაშის გათვალისწინებას გთხოვთ. ეს არის მორიერენსე პორტუ. 2 ძალიან უხეში გუნდი, სამწუხაროდ აქ ჯერ საჯი არ ვიცი ვინ არის. და არმინია ელესბერგის მატჩში ჩავწერ. აი ეგ დაწერე კი. მეტგოლს. კი ბატონო. 2.5-ზე მეტი გოლი აქვს კოეფიციენტი და რატო არ გამოვიყენო? ეს ელესბერგის სასწავლი გუნდია, ალბათ გადმოვა, ასე თუ გაგრძელა. არმინია სახლში არის და გამტანია. შესაბამისად, აქ მგონია რომ ორივე გაიტანს და მეტი გოლიც იქნება, ანუ რომ მეტი გოლი მშვენიერი კოეფიციენტი აქვს. აი ეს იქნება ჩემი მესამე პოზიცია. მეორე ბუნდესლიგიდან ავიღებ თამაშს, მოდი ბარათებზე რადგან შევთანხმდით, რომ ცოტა პაუზა ავიღოთ. სტატისტიკებს რო უყურებდი ჩემსას და შენსას, მეორე ბუნდესლიგაში საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს, ასე რომ ისედაც მიყვარს ეს სადაც კარგი შედეგები გაქვს, უნდა მიყვე იმას, რა თქმა უნდა. აი მე შენ თუ წახვედი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, მე წავალ საფრანგეთის მეორე ლიგაში. ლიგა 2-ში. სადაც შევეხები ზურგო დავითაშვილის გუნდის თამაშს სენტ-ეტიენი, სენტ-ეტიენი პარი სენ-ჟერმენი არის ახლა ნომერ 1 გუნდი საფრანგეთში, თორე თავის დროზე იყო სენტ-ეტიენი.
დიდი გუნდია, სამცხაროა რომ ესე მდგომარეობაში არიან, გადმოვიდნენ მე ისე გავარდნენ, მაგრამ რაც შევხედე შემადგენლობა შეინარჩუნეს, დავითაშვილი შეინარჩუნეს, თავარი ფეხბურთელი ხო თუნდაც ერთ-ერთი და სხვა კარგი მოთამაშეები ყავთ. ჩვენივრად დაიწყეს, მე მგონია რომ ამ სეზონშივე დაბრუნდება ლიგა 1-ში. სენტეტიენი და ხდება გუნდს ანესი, ტუანსი, რაც ქვია, მნიშვნელობა აქვს, სტუმრად ეთამაშება. და ეს არასდროს არაფრით გამორჩეული გუნდი არ ყოფილა და ამ სეზონშიც არის სადღაც ტივტივებს იქ-წრილის ქვედა ნაწილში. ასე რომ სენტეტიენმა ესეთ შეხვედრებში გულები არ უნდა დაკარგოს, მით უმეტეს კარგ ფორმაში არიან, ზურიკოს კარგ ფორმაშია, თან გულშემატკივრად დავითაშვილს და ძალიან მომწონს ამის კოეფიციენტიც 2-იანზე სენტეტიენს და თავარი ამბავი აქ რა არის, რომ სენტეტიენი ხო არის ლიდერებში, მაგრამ სტუმრად ჩატარებული 5 შეხვედრიდან პირველი ტური ვერ მოიგო მარტო ფრედა. იმის მერე 4 თამაშია გასვლაზე მოგებული. სენტეტიენი სტუმრად უფრო კარგად თამაშობს ვიდრე სახლში. და ეს ანესი საკუთარ მოედანზე აგებს ყველასთან ყველაფერს. ასე რომ ამის გათვალისწინებაც სტატისტიკა ჩვენკენ არის. ხო, ამის გათვალისწინებაც გონია რომ მწვანეები ანეს მოუგებენ 2-იანი 1 და 8 კოეფიციენტი. ისიც წონე რო იყოს რა შეგვიძლია. აზე რა ვარ აფერებში. არა, ის მოწითალოა როგორც მასა. ასე რომ 1 და 75, 1 და 8, 1 და 8 ეგეთი კოეფიციენტები დავწერე დღეს რა გამოგვივა მაინტერესებს მეც ძალიან წარმატებები გიორგის, იმედია რომ ჩემებიც გამწონდება და თქვენ რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას, თქვენი მიგნებებით შეგიძლიათ ჩაწეროთ ხოლმე კომენტარებში, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ლაიქეთ და ხო, ეგ კარგი რამ თქვი, მეც მაინტერესებს ხოლმე გადაცემა რომ დაიდება და ნახავს ჩვენი მაყურებელი, ერთგული მაყურებელი. ამ გადაცემას თითო კარგი პოზიცია მოგწერეთ. ჩვენ გიზიარებთ, თქვენ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. დავეხმარეთ თქვენც ახლა. ხო, ჩვენც რაღაცა გამოვიყენოთ და ერთიანად რაღაცა გამოგვივიდეს. არა, ერთმანეთსაც გიორგი, ხო, ხა ბევრი წაიკითხავს, შახედავს და რაღაცას იხეირებს რა და კარგ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენთვის კარგ საქმეს რო ხებს. გაგვიზიარეთ თქვენი პროგნოზები, ძალიან მაინტერესებს ხოლმე, სულ უყურებ მე იქ კომენტარებს. აბა წარმატებებს გისურვებთ, თქვენიც კარგად. ნახვამდის.